საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 17 ოქტომბერია, საქართველოში ვეტერანთა დღეთ აღინიშნება ეს დღე და მინდოდა ამ თემაზე მესაუბრა, მაგრამ ის რაც დღეს მოხდა, იზოლებული ვარ, შევცვალო თემა და ამ აქტუალურ თემაზე ვისაუბრო, თუმცა ამაზეც აუცილებლად ვისაუბრებ ლაივის ბოლოს და კიდე ერთხელ საზოგადოებისთვის ამ საღამოს ჩემს YouTube-ის არხზე უჩა გუგუჩიას ინტერვიუ იქნება და კიდე ერთხელ გაიაზროს საზოგადოებამ თუ როგორ ექცევა სახელმწიფო ქვეყანაში ყველას დამსახურებულ ფენას. ამის რომ მინდა გადავიდე ამ აქტუალურ თემაზე, რომელიც ამ წუთებში ვითარდება საქართველოში. და მინდა შევახსენო ბარეორს ჩემი სიტყვები. მოხდა ის, რასაც ვამბობდი? ხდებოდა და ხდება ის, რასაც ვამბობდი? ხომ ხდება? მომავალშიც რასაც გეუბნებით, ისიც აუცილებლად ახდება. იმიტომ რომ მე კი არა ვარ ბრძენი და ჭკვიანი და წინასწარმეტყველი. ზოგადად აი ასეთ დათესილს ასეთი ნაყოფი გააჩნია და იმიტომ. აი დღეს ყოველგვარი ზედმეტი ემოციების გარეშე მოულოდნელად მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და გამოგვიცხადა პროკურატურამ, რომ თურმე აი ჩემი სიტყვები ხო არ არის ახლა ისედაც ყველა ვინც ინფორმირებულია საქმის კურსში არის გამოაცხადა პროკურატურამ, რომ თურმე ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, უთარ ფალცხალაძის სახლთან და მათთან დაკავშირებულ პირებთან, სულ 8 პირთან მიმდინარეობს ბინების ჩხრეკა და პირადი ჩხრეკები მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე აღძრულიცაა, მოსული არის მოქმედებაში და უკვე ქმედებაზე არის გადასული. ანუ ის, რასაც ვამბობდით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის კლასტერს, რომელიც თავის დროზე შვილად ყავდა მიღებული და გაგახსენეთ შევარდნაძისეული ტერმინი აქვს შვილოს, ვისაც დაუძახებს, ცოტა ხანში ყველაზე აქვს გამოტანილი განაჩენი ალესილი დანა. და ეს ხდება. ახლა რაც შეეხება ლილუაშვილი და ღარიბაშვილი, მინისტრი იყო და ერთიც მინისტრი, ერთი პრემიერ-მინისტრი იყო, მეორე უშიშროების მინისტრი იყო და დიდი წარდგენა ამ ხალხს არ ჭირდება. ქვეყანაში რა უბედურებებიც ხდებოდა. აი ხა დღეს რო ყოველ მეორე დღეს რო ბარიგებს იჭერენ, თურმე ვიღაცა ანიტები რაღაცას იღებენ დაფინანსებას, თურმე რაღაცა კორუფცია რო არის, რაღაცა ეს ყველაფერი ამათი ხელიდან გაკეთებული იყო. მაგრამ არა მარტო მათი, ხაზგასმის მინდა ვთქვა, ეს იყო ზემოდან დაშვებული მათი ბატონის არქიფოს სეთურის მიერ. ახლა შეიძლება ფარცხალაძეს მე არ ვიცი სიმართლე გითხრა ამათგან განსხვავებით, მე არ ვიცი ფარცხალაძეს პირადად, არც მისი მოღვაწეობის შედეგად არაფერი გამიგია, სიმართლე გითხრათ, ერთადერთი რაცა ამ კაცის ინტერვიუ არის, როდესაც ბოტასების ქურდობა დააბრალეს ნაცებმა და ნაცების დროს რო პროკურორი იყო, მაშინ არაფერი ცოდვა არ ქონია თურმე ჩადენილი და მერე თურმე როდესაც ნაცებს მოადგა დასაჭერად როგორც პროკურორი, მერე გახდა თურმე პრობლემა. მე არ ვიცი ეს კაცი, მაგრამ რაღაცნაირად სიმპათიები გამიჩნდა მისი ინტერვიუდან გამომდინარე ამ პიროვნების მიმართ. როგორც მან თქვა, რომ მე ქართველი კავკასიელი კაცი ვიყავი და ყველა უბრალოდ დამიჭირეს, ხელი გავარტყი გერმანიაში პოლიციას და ფაქტია, რომ ეს არის ნაცხოვრები, კარგად მოაზროვნე ადამიანი, შესაძლებლობები, კონტაქტები და ლილუაშვილიდან და აი ამ მეორე სირიკოდან, ეს რა ქვია, ქართულ ბანკის ეს რო იყო და მრეცხავად რო ყავდა, არც ერთ პროფესიას არ ვაკნინებ, უბრალოდ ოფიციანტობიდან პრემიერ-მინისტრი არ უნდა ხდებოდეს ადამიანი, თუ შესაბამისი განათლება არ აქვს გავლილი და იმდენი სამინისტროები არ უნდა ქონდეს მოვლილი, რომელიც ქონდა ღარიბაშვილს. ამათგან განსხვავებით იმ ადამიანს ნაცხოვრები აქვს და ძალიან მეეჭვება და პრაქტიკულად არ ვიცი შეიძლება გამოვრიცხო კიდეც რომ მაგ ადამიანს ესენი შეეხონ. მაგას გზაც ნანახი ექნება, კვალიც ნანახი ექნება და თავის გზაზეც იქნება და ვერც ვერავინ უბატონოთ ხმას ვერ გასცემს და რაც შეეხება იმას რომ მისი ოფიციალური
თანამდებობის პერიოდში, აი ნაცების პერიოდში რაც ესენი არიან და ხდება ამ კაცის მიმართ ახლა მინისტრი ეგარ ყოფილა და პრემიერ-მინისტრი ეგარ ყოფილა, იყო რამოდენიმე დღით გენერალური პროკურორი და მოხსნეს მერე და ახლა არის, არ ვიცი, მის მერე არის როგორც რუხი კარდინალი და ოფიციალურად ვისაც ევალდებულება ქვეყანაში წესრიგის დამყარება და წესრიგის წაყენება ეს შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო, თავდაცვის მინისტრიც იყო, პრემიერ-მინისტრიც იყო, ეს კიდე უშიშროების მინისტრი იყო. აი ამ ხალხში არის მთავარი საქმე. ბიჭო, ახლა ზოგადად სანამდე საუბარს გავაგრძელებდე, მე მინდა ქოცების, ну ახლა ადრეც მისაუბრია ამ თემაზე, რომ ქოცი კაცი არა, საერთოდ. არც კაცია კაცი და არც ქალია ქალი. ქოცი. ქოცი არის ჩამოყალიბებული ცხოველი. ცხოველი მონა ჩვეულებრივი სეთურის ბრბო დღეს რო ვიღაცას აღმერთებს, მეორე დღეს რო იმ ვიღაცას ჩაქოლავს, იმიტომ რომ რაშიც მათი წმინდა ბელადი ბიძინა იქნება მართალი. აბსოლუტურად ყველაფერში იქნებიან ქოცები იმათ მხარეს და მინდა გაჩვენოთ უბრალოდ აი ამათი დამპალი ქოცური სახე და დაუბრუნდები ამ თემას თავისთავად. როგორც იცით, მე ძალიან მიყვარს აი ეს ქალბატონი, პლატონურად ვარ შეყვარებული, იმიტომ ესა ქოცის ესა რა ქვია, ბუნება, ნინოია ჟღარკავა, ეს ძუკნა ეს, რომელიც ტიპიური პოლიტიკური კახპაა ეს დედაკაცი, რომელიც ყოველთვის იმისთვის ყავდათ, რომ აი ესე თავისი მისნაირი პახაბნი ხალხის მართვა ყოფილიყო და შესაძლებელი და ხან ერთზე ტორღიალებოდა მახსოვს სოსო გოგაშვილს, ჩემი სოსო, როგორ გადამარჩინე, როგორ დამიცავი. მერე ჩააგდეს ნაბოზარი სოსო გოგაშვილი არ დაისვენა, როდესაც უკვე სისტემისთვის გოგაშვილი არ გახდა. მერე ჩემი ირაკლი, ჩემი ნუნუკა, ვაიმე ჩემი ვახო, ვაიმე გომელაური, ვაიმე ლილუაშვილი. ძალიან მძიმე ყოფილა ეს ყველაფერი, მეც თურმე ვერაფერს ვერ იტყვის ეს ძუკნა. ახლა მინდა გაჩვენოთ სხვა ესა ქოცის დაწერილი ვრცელი პოსტი, რომელი ვრცელი პოსტიც თავისთავად უკვე ეს ჩემი ეს ხალხი უკვე გუშინდელი დღე არის და როგორ იზიარებს ახლა ქოცებში ესეთი ისაა, რომ ისინი უკვე გუშინდელი დღეა, შარშანდელი თოვლია უკვე. ღარიბაშვილიც, ლილუაშვილიც, რიჟვაძეც, სულ ესენი შარშანდელი თოვლია, ამიტომ გუშინ რო ძმას ეძახდნენ, მამას ეძახდნენ, მარჩენას, ოჯახის წევრს და რა ვიცი, თავს რო დებდნენ და შევეწირებით ჩვენ ირაკლის გულისთვის. აი ეს ტიტოიას სამხარაძეს ჩამოყალიბებული დიშლა ეს ქუთაისელი. კი მაინც არ ვიცოდე ვინაა რა ჩამოყალიბებული ფალოსიცა წერს რომ გაგაცნობთ ახლა ამის წერს ვინც ქართული ოცნება იწყება ბიძინათი მთავრდება ბიძინათი და ესე შემდეგ და მიდის იქ მთელი ამბავ და ვინც ბიძინა ივანიშვილს უღალატა და აი ამას იზიარებენ და ზუსტად და ისმება გული. წაგიკითხოთ ახლა წერილი. აი თვითონ ქოცების შინაგანი ფენომენი, აი კაცი ადამიანი რო იტყვის ქოცი ვარ, აი ტიტოიას სამხარაძე ეს დიშლა, ეს ჩამოყალიბებული დიშლა. ქართული ოცნება იწყება მთავრდება ბატონი ბიძინა ივანიშვილით. მე ჩვენ ამერის კაცმა მოგცა საშუალება რომ ქვეყანისთვის გვემსახურა გულწრფელად აქეთ მოკლედ რა წაიკითხავს ამის პათხალიმობას რა წაიკითხავს ამ დასწირებულის პათხალიმობას და ბოლოში მთავრდება ეს ყველაფერი იქით ვინც ბიძინას უღალატა იმან სამშობლოს უღალატა სამშობლოან აღალატები და მოკლედ გადაშენდით ამოწყდით აქეთ გაუმარჯოს ღმერთმა ბატონ ბიძინას და არანაირი ჯიგარი ღარიბა და არანაირი ლილუაშვილი აღარ არსებობს და აი რაც მთავარია ქვემოთ ახალდაწერილ პოსტზე ამდენი მოწონებები ამდენი რამე და ბიძომ არა პატია ღალატი ეშმაკობა და ესე შემდეგ და აი ეს არის ხალხი საქართველოში მასა რომელი ბიდლა მასაც ნებისმიერ დროს
ნებისმიერს გაწირავს საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ბედნიერებისთვის და საკუთარი ფულისთვის. ამ ხალხს ღირსება არ გააჩნია, ამ ხალხს თავმოყვარეობა არ გააჩნია, ამ ხალხს არაფერი არ გააჩნია ფულის და კეთილდღეობის გარდა. ადამიანები, რომლებიც გუშინ ლეგენდებს, 1000 სამადლობელ სიტყვებს აცხობდნენ თავიანთ ლიდერებზე, დღეს გამოდიან იგივე ადამიანები და ამ ადამიანების ფეხის გადაბრუნებას ისევე წიხლით თელავენ, როგორიც წიხლითაც თელავდნენ გუშინ წინ ნაციონალურ მოძრაობას. აი ეს არის ქოცი და ესაა ქოცობა. ასეთი სამარცხვინო არის იყო ადამიანი. ეხლა სურათების ამოშლა დაიწყეთ, თქვენი დედა შევეცი ერთი მეორის მიყოლებით. სადმე დროზე არ დაგრჩეთ გომელაურთან გადაღებული სურათი, ვინმეს არ დაგრჩეთ იმასთან რა ქვია, ღარიბაშვილთან გადაღებული სურათი და ასე შემდეგ და რაც შეგეხება შენ შეყვერო სამხარაძე. გასაგებია რომ ვაზელინი ხარ და ძალიან ბევრი ვაზელინები ხარ და ბიზნეს ტრაქში გაქვს თავი შეყოფილი განსაკუთრებით ამ დროს. კარგად იცოდეთ. თქვენზე 100 ჯერ და 1000 ჯერ რჩეული იყო ღარიბაშვილიც, აი ეს კიდე ბაჩიაშვილი, სხვა მთელი სანაგვე და როგორ იყენებს ივანიშვილი და როგორ წმინდავს, როგორც წემსი ცხვრის ფარას ასუქებს, იცავს და როდესაც დაჭირდება ეს ყელს რო გამოჭრის, აი ესე გამოგჭრით ყელს და ასე მოგეტყნებათ დედა. თქვენც ძალიან მალე გაყვებით მაგ გზას. დიდი ხანი არ დააგვიანდება. ერთ ნაგავს ჩაწმინდავენ ახლა მეორეს ხელით და მე ცოტა ხანში მეორე ნაგავს მესამეს ხელით და ბიძინა არის ჩამოყალიბებული სოციოპატი, ჩამჯდარია და ზუსტად იმიტომ რომ თვითონ და მის უსაფრთხოებას რაიმე საფრთხე არ დაემუქროს, ამ ყველაფერს ხდის აი ესე ასეთი მართვის მეთოდი გააჩნია ამ ადამიანს, რომელიც აზღვევს მას პირადი უსაფრთხოებისთვის. რა თქმა უნდა, მტრისას თუ საქართველოში ფეხი გადაგიბრუნდა, ეგრე არის, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი აწყობილი არის ყალბურთიერთობებზე, ტყუილზე, ფარისევლობაზე, საკუთარი ვიგოდის მისაღებად. მე მახსოვს ესეთი მომენტი, ახლა ოდნავ ლირიულ გადახვევას გავაკეთებ, როდესაც მე დედულეთი მყავს წყალტუბოში და იქ მოხდა ასეთი შემთხვევა, ჯერ კიდე კომუნისტების დროს, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელიც დიდ თანამდებობაზე იყო და ყველას ასე ხელს უმართავდა, ეხლა როგორც ღარიბაშვილი უმართავდა იმას, რა ქვია, და ყველა წამოწია, ყველა დააყენა აქეთ-იქეთ და მე ამ კაცს ფეხი გადაუბრუნდა. ფეხი რო გადაუბრუნდა, დაიჭირეს რაღაცა აქეთ-იქეთ და გამოვიდა და ქუჩაში შემთხვევით შეხვდა მის მიერ გამოზრდილ და გაქსუებულ, უკვე გადიდკაცებულ ჩინოვნიკს და ეს გადიდკაცებული ჩინოვნიკი ეუბნება ამ კაცს, ეს მოიკითხა ასე და ბიჭო, ესე იგიო, დაბადების დღეო მქონდაო, ესე ერთი კვირის წინო და თანამდებობაზეო, რო არ იყავიო, არ გამახსენდიო რა, რო დამეპატიჟებიეო რა, უცეფო, ხო, და ეს გულწრფელად უთხრა ეს, რომ იმიტომ რომ ხო, ესეთი გაქსუებული საზოგადოება არის საქართველოში, რომლებიც ნათლიად, მეგობრად, ისეთი ხალხი უნდათ, ვის თანამდებობაზე არიან და მათ გულწრფელად უთხრა ისე, რომ როგორიც იყო ცხოვრების სტილი და წესი მაშინაც, რომ თურმე თანამდებობაზე იყავი და არ იყავი და არ გამახსენდიო და ახლა ამ კაცმა ვერაფერი ვერ უთხრა, მეუღლე ახლა გვერდით და იმან უთხრა, რომ დიდი მადლობაო, მაგრამ ჩვენო სკამების შეკრებაზეო არ დავდივართ. ჩვენ ადამიანებთან დავდივართ ურთიერთობაში. ადამიანებთან დავდივართ დაბადების დღეებზე და არა სკამების შეკრებაზე. აი ასე არის. აი ეს ცხოვრების წესი საქართველოში არ ამოშლილა, პირიქით. ეს არის მასირებული. და არავის არ აქვს სინდისი, არავის არ აქვს ნამუსი, არავის არ აქვს თავმოყვარეობა, არავის არ აქვს შეგნება ოღონდ, აი ამ ელიტაზე მაქვს ლაპარაკი, ოღონდ თანამდებობა დაიკავა. და მათ ვინც ახლა ეს ბოზიშვილები თავის დროზე ღარიბაშვილმა წამოწია, დააყენა, თქვენ გონიათ ვინმე უერთგულებს ახლა ამას? და ვინმე გამოვა ღარიბაშვილის დასაცავად, ვინმე გამოვა ლილუაშვილის დასაცავად, ვინმე? როგორც ვირთხები ერთი მეორის მიყოლებით ისე დაიმალებიან.
და პირველი გაიქცევიან ჩაძირული ხომალდიდან. ეს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის და მე გეტყვით რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის რომ დადგება საქმეზე. საქმეზე რომ მიდგება ბიძინა ივანიშვილს არც მისი ზებრა და არც მისი პინგვინი არ უერთგულებს და ეს იცის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მას არ უნდა პირადი ერთგულება, მან კარგად გამოცადა ეს ყველაფერი იცის, ის მიუშვებს ხალხს, ასე გასვლის კორუფციაში, 1000 უბედურებაში გახვევს აქეთ-იქეთ და საქმეზე რომ მიდგება, მე ამ ხალხს დაძირავს. გუშინ რომ მასთან ერთად იყო, დღეს მასთან ერთად არა. ეს არის ჯერ კიდე შევარდნაძისეული მართვის მეთოდი, როგორც შევარდნაძემ ჩამოიყვანა თავის დროზე კიტოვანმა, იოსელიანმა, გიაჭანტურიამ, როგორც სამსახურში იყო გულუა და ესე შემდეგ და საქმეზე რომ მიდგა კიტოვანის დაიჭირა, იოსელიანის დაიჭირა. ჭანტურია მოკლა, გულუა მოკლა და თვითონ დარჩა სკამზე. აი ეს მართვის მეთოდი არის საქართველოში. ამიტომ არის რომ ამ სახელმწიფო პარტიულ გზაზე დამდგარი ადამიანის შვილო ასეთი არ გაიზარდო და თქვენ გონიათ ეს ხალხი ქვეყანას რამეს მოუტანენ? და თავის დროზე იყო ღარიბაშვილს ყველაზე რთულ ადგილებში უშვებდნენ. იმიტომ რომ ბიძინას დიდი ერთგულებით სარგებლობდა. რა აქვს მნიშვნელობა ეს თავდაცვის სამინისტრო იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო, პრემიერ-მინისტრო, ყველა ნაგავი გადიოდა მისი ხელით. ელი მისი ცოლის ნათესაობა დასაქმებული იყო. მისი მთავარი მფარველი და მისი მთავარი ეს იყო ეს ვაჟბატონი, რომელსაც არჩევნების დროსაც წარმატებითად იყენებდნენ, თამაზაშვილი. რომელიც გამოვიდა და ამბობს, რომ მან არ იცის თურმე სად არის ღარიბაშვილი და გაქცეულია თურმე ღარიბაშვილი და ვერ უკავშირდება თურმე ღარიბაშვილს. ამასაც მიადგებიან. როგორც სააკაშვილს ყავდა დაჭერილი, ამასაც დაიჭერენ. აუცილებლად დაიჭერენ. იმიტომ ეს იყო ღარიბაშვილის ერთ-ერთი აღმზრდელი და გამზრდელი ქართულ პოლიტიკაში. და საერთოდ ღარიბაშვილის ირგვლივ ვინც იყო დადებითად განწყობილი და უამრავი იყო ასეთი, როგორც ხელისუფლებაში, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაშიც, ეგრეთ წოდებულ ყვეროვნულების ფლანგზე, რომლებიც იჩემებდნენ ძმაკაცობას ღარიბაშვილთან და ამაყობდნენ ამ ყველაფრით, აბსოლუტურად ყველა წყალი აქვს შემდგარი. იმიტომ რომ ივანიშვილი იმის ჩიტი არ არის, რომ ეგეთი ხალხი დატოვოს, რომ ეჭვი დაიტოვოს სადმე. და ეხლა წავა ყველა მისი ძმაკაცის მიერ დაგმობა ღარიბაშვილის და ვინც ღარიბაშვილს არ დაგმობს აბსოლუტურად ყველა წაყვება თავის გზას. ახლა ალბათ ბოლოს შემომიერთდი, მე უკვე მქონდა ნინო იაჯღარკავაზე ეს რა ქვია მისი პოსტების უკვე ღიად დაფიქსირება, რომ ზუსტად ვინც ბიძინას უღალატა, ყველა დასალპობია, ყველა ციხეში ამოსალპობია და ასია და ასია. ეს არის საქართველოში მართვის სტილი, ეს არის საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების წესი და თუ გინდა საქართველოში იყო წარმატებული, უნდა იყო მლიქვნელი, უნდა იყო გამწირავი, უნდა იყო ჩათლახი, უნდა იყო ჩამშვები, უნდა იყო ეგოისტი, უნდა იყო საკუთარი თავისკენ მიდრეკილი და არავის არ აინტერესებს შენ თავში რა განათლება გაგაჩნია, არავის არ აინტერესებს დღეს ვეტერანთან დღე არის, ხო, ელემენტარულს გეტყვით, არავის არ აინტერესებს ის დამსახურებული ადამიანები, რომელიც დამსახურებული ადამიანებით საკუთარი სამშობლოსთვის თავს დებდნენ. ისევ როგორც არ აინტერესებდა არც ღარიბაშვილს, ისევ როგორც არ აინტერესებდა არც გომელაურს, ისევ როგორც არ აინტერესებდა არ ლილუაშვილს. ამაზე კარგი როგორ უნდა ვთქვა, ამათი დედა შევეცი დიდგორობის გამო დაგვიჭირეს. დიდგორობის გამო დაგვიჭირეს, ხო? და დავით გარეჯის გამო სისხლსამართლის საქმე აღვიძრეს. რა თქმა უნდა, გიორგი, რა თქმა უნდა, კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისთავად გაწირავს თავის დროზე მას, მაგრამ აქ არის სხვადასხვა ფენომენთან აქვს ჩვენ საქმე. კობახიძის ფენომენი ამათგან განსხვავდება, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, კობახიძეს
არა აქვს არც ის ავტორიტეტი, არც ქუჩაში, არც იმ პოლიტიკაში, არც იმ ცოლის ნათესა. კლანი არ აქვს, გაიგე? ამიტომ მისი მოღვაწეობა ბიძინა ივანიშვილის საშიში არა, კობახიძე რომ მოხსნა, ხვალ არავის არ ემახსოვრება. არც არავის გული დაწყდება. ამიტომ კობახიძე ბიძინა ივანიშვილის რასაც მეთხანს იქნება, მით უკეთესია. ამიტომ კობახიძის მმართველობით ბიძინა ივანიშვილის პრობლემა და საფრთხე რასთვის არ იქნება. ამიტომ ეს არის არაკაცი, ყველა მიცის. ღარიბაშვილმა თუ იცოდა მიუხედავად ყველაფრისა, რაც შეიძლება უარყოფითი თქვა ამ ადამიანზე, მეგობრობა თუ იცოდა, გვერდით დგომა თუ იცოდა, ნათესაობა თუ იცოდა, ის რაც საქართველოში მიღებულია და ნორმალურად ითვლება ბიძაშვილობა, მამინდაშვილობა, ეს რომელიც უბრალოდ ზედმეტად იცოდა, ესეთი რაღაცები კობახიძეს არ გააჩნია. კობახიძე ქუჩაში რო გააგდო გამარჯვებას არ ეტყვის არავინ. ამაში არის საქმე. ამიტომ კობახიძე გაიხანგძლივებს თავის თავს, კობახიძე აქ არის ერთი ინდივიდი, რომელსაც გააკეთებიებენ როგორც მავრივით ყველა საქმეს და მერე გაუშვებენ დამსახურებულ პენსიაში. ასე იქნება ეს ყველაფერი. ასე იქნება. მიცემენ კობახიძეს, ასმევენ, აჭმევენ იქნატუნებს მისთვის და იქნება ბედნიერად. იქნება სახელმწიფო ჩინოვნიკი და იტყვის რომ მე სახელმწიფოს ვემსახურებოდი, მე რა თუ ჩემი გუშინდელი მეგობარი ვისთან ერთადაც ერთად ხარშავდი კაშას დღეს დავიჭირე. რა მოხდა მერე? სახელმწიფოა, სამშობლოს ასე ჭირდება, რწმენა ჭირდება, ხალხისთვის იბრძოდა, თქვენთვის იბრძოდა, ხალხო კორუფციას ებრძოდა, ასე ხდებოდა. სინამდვილეში ეს ყველაფერი მოდის ზემოდან, გველეშაპიდან. გველეშაპიდან მოდის. და გეუბნებოდით მე თქვენ, გეუბნებოდით, დაგიდგებათ მძიმე დროება თქვა. ძალიან მძიმე დროება დაგიდგებათ თქვა. ეს არაფერია კიდე, აწი იწყება უფრო და უფრო უარესი თქვენთვის. თქვენთვის და აი ნახავთ, თქვენ თვითონ ნახართ. რატო არ მეწოდებით არც ერთი, იცი? თქვენ თვითონ ნახართ ამ სისტემის შემქმნელები. თქვენ ნახართ ესეთი ბოზიშვილები. თქვენ ნახართ ესეთი ჩათლახები, რომელსაც სიმართლე არ გაინტერესებდათ. თქვენს თქვენი კლანი გაინტერესებდათ, თქვენი თავი გაინტერესებდათ. აი ელემენტარულად შეხედეთ, აი ეს ბოზიშვილი, აი ეს დაკვირდით? აი ეს ბოზიშვილი. ხო კარგად გეცნობათ ეს ჩაჯმული შავი პოლკოვნიკი იმაში ამერიკაში როა მომჯდარი, ვინც ჩემ ბლოგს ათვალიერებდა და ვინც ადევნებდა, თუ ყველამ კარგად იცის. რამდენ სიბინძურეში იყო, რამდენ რამეში იყო, გავლით, ხელსაფარებდნენ, ბოლო მომენტამდე ხელსაფარებდნენ. ხელსაფარებდა ღარიბაშვილი, ხელსაფარებდა ლილუაშვილი, ხელსაფარებდა თვითონ ქოცვების კლანი. დღეს წაუყენეს ამას ბრალი. საქმე ამას პროკურატურაში აღზრულია, ბავშვების წამება, დანაშაულის მოხვედრა, 1000 დღეს წარუდგინეს ამას ბრალი. დაიწყო ვირთხებმა ერთმანეთის ჭამა, ხელი არავინ არ შეუშალოთ, ეს ძალიან შაიშმელა კი ბატონო. ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს ამ პროცესს. პრინციპში ვერც ვერავინ ვერ შეუშლის ხელს. მე გეტყვით, რომ არც ერთი ესენი კაცები არ არიან. არც ერთ ღარიბაშვილი, არც ლილუაშვილი, არც გომელაური. ესენი ხალხი არ არიან. ესენი კაცები არ არიან, რომ ამათ გულისთვის თავდადება ღირდეს, ამათ გულისთვის ხმის ამოღება ღირდეს, რამე ღირდეს, არ არიან ესენი. ამათმა უნდა შეჭამონ ერთმანეთი, ვირთხების დოღია. აი იქ ნაცობა ხო ისე შეჭამეს, ახლა ერთმანეთს დაერიან, კიდე დაერევიან. არ ვიცი, ხალბატონო, ეხლა ზუსტად ვერ ვილაპარაკეთ მაგ საკითხებთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, არ მიმიქცევია ყურადღება, სხვა რამეებით ვიყავით დაკავებული და არ მგონია, რომ კობახიძე თუ რამეს ჩაიდენს, ეს ჩადიოდეს მისი თავიდან გამომდინარე, ეს ეთყობა ასე ჭირდებოდა სისტემიდან საქმეს და ასე ჩაიდინა, ამიტომ თუ რამე იქნება გადაცდომა სისტემის მიერ მიცემული ინსტრუქციაში, სისტემა ამას გამოასწორებს. აი ეს ცხოვრება არის საქართველოში. ახლა რა ეშველება ამდენ ქონებას, რა ეშველება ამდენ ფულს, რა ეშველება ამდენ კორუფციულ გარიგებებს. მე მინდა უთხრა ახლა ბიძინა ივანიშვილსაც და უთხრა ამათაც. ბინძური ნიფხვების ესა რა ქვია, გამოფენა აწი და აწი უფრო დაიწყება, უფრო საინტერესო გახდება აწი ცხოვრება. თუ თქვენ მაგათ დაიჭერთ, თუ მაგათ უკვე ქვეყანა არ აქვს დატოვებული. თუ არ აქვს მაგათ ქვეყანა დატოვებული, ბინძური ნიფხვების გამოჩენა აწი დაიწყება. 1000 სიბინძურე ამოტივტივდება, რაც ქართული ოცნების წიაღში ხდებოდა. ის რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ხდებოდა. ის რაც
ბიძინა ივანიშვილის არა მარტო ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა, არა მარტო ლილუაშვილის პასუხისმგებლობა, რომელშიც ბიძინას პასუხისმგებლობა არის. სხვათა შორის ამის პირველი ნიშნები, აი აქ გამოჩნდა ეს დავიწყდა ზოგ-ზოგი ერთებს. ეს გოგაშვილი, ეს უბინძურესი ადამიანი, რომელიც თავის დროზე თურმე სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული იყო თურმე და მერე როდესაც უსის ჩინოვნიკი გახდა და უამრავი ფული რო იშოვა და ხალხის დაღუპვაზე რო იყო. პოსტივიო ჩვენ შექმენითო, მეც მონაწილეობდიო უშიშროების ამბავშიო, ახლა ეს ჯერ ციხეშია და ციხიდან ყვირის ამას და უამრავ სიბინძურეში არის ახლა ეს. მაგრამ მოთაც ხო თავისი კლანი ყავთ. ათასი სიბინძურეები გამოქვეყნდება. ეს თქვენი წმინდა ბიძინას ფენომენი დაინგრევა. და საერთოდ ეს ტყუილის ხუხულა, რომელიც 13 წელიწადია ვირთხების საბუდარს წარმოადგენს სინამდვილეში, ძალიან მალე გადაჭამს ერთმანეთს. აი, დგება ეს დრო, აქამდე იყო ნაცქოცური ჭამა, ფაქტია რომ ამათმა ეს ნაცები ზოგი დაუსჯელად გაუშვეს, ზოგი თავისთან გადაიბირეს, ზოგი ასე და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ველი მოათავისუფლეს, მაგრამ როდესაც უკვე ეს ველი იქნა გათავისუფლებული, ახლა სისტემა იწყებს თავის ჭამას. ახლა არის ზუსტად ტყავს რო ჩაუგდებენ და ვერაფერს ვერ უზამენ და ერთმანეთს დაერევიან. ამაშია საქმე. თქვენ გონიათ ამას ყობახიძე აკეთებს? მეწოდება ის ხალხი, ვინც ამას ფიქრობს. მეწოდება. თქვენ წარმოგიდგენიათ კაკოია თაბაგარი დასათუთაშხიაში და თქვენ გონიათ ასინეთა მამა მარჩენალის გარეშე რაიმე ნაბიჯოდესმე გადადგამდა? ხო ვერ გადადგამდა. ხო და ისე ვერ გადადგამდნენ ესენი. ამიტომ ეს მოდის მამა მარჩენალიდან. მამა მარჩენალი ახლა დამჯდარია, სადღაც მის პინგვინს აჭმევს, სადღაც მის ზებრას აპურებს. ხო და ეს მიდის ყველაფერი, ეს ხელში უჭირია სუსის კრეფსები, ამას ეს მოუვიდა, ამას ის მოუვიდა, ამის სატელეფონო საუბრიდან ეს ამოვარდა, ამის ეს ამოვარდა. აბსოლუტურად ყველა ვინც იყო აფილირებული აი ამ კლანთან. ან ტელევიზიის მხრივ, ან საზოგადოებრივი ცხოვრების მხრივ, ან რაღაცის მხრივ, აბსოლუტურად ყველას მიადგებია. ასე რომ ჩვენ დაგვჩენია ერთი რაღაცა, დავჯდეთ და დავტკბეთ ვირთხები როგორ ჭამენ ერთმანეთს. კალაძე სიმართლე გითხრა, კალაძის ფენომენი ცოტა ბევრისთვის გაუგებარია. კალაძე ბუნებრივად არის მედროვე და ამათგან განსხვავებით კალაძეს დიდი გამოცდილება აქვს ალეკო. კალაძე თავის დროზე შევარდნაძესთანაც იყო, თავის დროზე სააკაშვილთანაც იყო, ამათთანაც იყო, ბიძინასთანაც ბიზნეს გეგმები აქვს, ეს აქ, ამიტომ კალაძე ძალიან კარგად იცის მისი ადგილი, კალაძე ცალკე რო წავიდეს, იმას უარესი ბედი, ამიტომ კალაძე საქმიდან გამომდინარე იქნება ბიძინასთან, გემრიელად. ივანიშვილმა არ იცის რომ უშიშროების შეფთან დაჯახება თვითმკვლელობაა? თვითმკვლელობა არა. მე გეტყვი პირდაპირ ეს თვითმკვლელობა არაა და ამიტომ მოხდა ეგ ყველაფერი. თორე იქ რა გონიათ თქვენ უშიშროების შეფი იქნება საქართველოში თუ ის იქნება, თქვენ გონიათ ის ნომინალური პერსონაა რა? თქვენ არ იცით რომ ის ნომინალური პერსონაა? თქვენ გონიათ უშიშროების შეფი სანამ გახდება ადამიანი საქართველოში, გაივლის იმ ეტაპებს, რასაც ქვია უშიშროების სამსახურში უნდა გაიაროს ადამიანმა და თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, თავისი ბრძოლიდან გამომდინარე, თავისი შრომიდან გამომდინარე, თავისი ნიჭიდან გამომდინარე და თავისი პატრიოტიზმიდან გამომდინარე მოხდება იქ პირველი მასში? რა თქმა უნდა არა, იმას მოკიდებენ ხელს და დასვამენ, როგორც დასვეს ერთი ლილუაშვილი, მერე დასვეს ოხანაშვილი, ახლა დასვეს ეს რა ქვია მდინარაძე, ჩაბარე სამხელად ძალაუფლება. სუსტი ხალხი. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ როდესაც ამ სუსტი ხალხის მოხსნა გახდება, საჭირო პროფესიონალი არსად არ ჭირდებათ. დააკვირდით, რომ პროფესიონალი არსად არ ჭირდებათ. არც ერთ თანამდებობაზე პროფესიონალი არ მუშაობს საქართველოში. ეს უკაცრავად, მაგრამ ის ყლანზორა ხო არაა შემთხვევით
ყვერებიანი ბიჭის ემათ რა ქვია დასაფინანსებლად 37,000 ლარიანი პენსიონერი ღარიბაშვილის ბავშვის ეს ფრენის ფული რო გადაიხადა და გააფრინა და გამოაფრინა. რა აზრის უნდა ვიყო? რა აზრის უნდა ვიყო? ამის წინებზე შემხვდა კლანზორას ვიდეო, სადაც არ ვიცი რომელიღაცა ძალოვანში ყავთ ახლა კლანზორა, გამოსულია და ამბობს, რომ დღეს ახლა ვეტერანთა დღეა, კაი გამახსენე, ამბობს, რომ ვეტერანებიო, რა ვიციო, სტატისტიკა აქვს ჩამოთვლილი, ძალიან დიდი რაოდენობაო, სუიციდით იღუპებაო და აი ამ ხალხისო სიყვარულშიო, ჩვენო 50 აჯიმანია გავაკეთოთო. კლანზორა სადაც ეტყვიან, იქ იქნება და ისე იქნება. კლანზორა ბიზნესთან იქნება, არცად არ წავა, იმიტომ რომ იქა ახლა, კაი, გემრიელის. რა შეეხება იმას, რომ საქართველოში კორუფცია შეჭამა ყველაფერი. მარტი მაგალითს გეტყვით. ყველა სამსახური ერთნაირად კომპლექტდება. აი მაგალითად, ხო? დღეს ვეტერანების დღეა. ვეტერანთა დეპარტამენტი როგორაა დაიმასნილი? იქაც კლანობრივად. მილიონერი კობა კობალაძის სასტავი. მილიონერი, გენერალი არა, მილიონერზე მაქვს მე ლაპარაკი. ხალხი რომლებიც პუჩისტები იყვნენ ძირითადად, ყველა გადატრიალებაში მონაწილეობდა, ძირითადი მასა, ყველა არის კობალაძის სასტავი და მომჯდარი არიან გემრიელად, კაი სვამენ, კაი სჭამენ, ყველაზე ბინძურ საქმეებს ეგენი აკეთებენ და ქვეყანაში სადაც 100 ლარიანი ვეტერანები ყავთ, გეტყვით რომ აი მაგალითად. ვეტერანთა დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე. 3 სახლი, 6 ბინა, 6 მანქანა, 2 მილიონი ბანკში დადებული, კარგად სვამს, კარგად ჭამს და განაგებს 100 ლარიანი ვეტერანების საქმეს და ისინი თუ მუშაობენ ის 100 ლარი არ ეკუთვნის. თორე მე დაუწყებენ, შენ რა ხუთღიანი ომის ვეტერანი ხარ, შენ როდის ჩამოდი, ჩვენ რო აქ ვიყავით, ჩვენ რო აფხაზეთში ვიბრძოდით და რო ჩაუყვები ზოგიერთის ბიოგრაფიას, იქ აფხაზეთში რას აკეთებდნენ, საშინელება როა და გულის ამრები რო არის. ზუთავ მოყარეო ხალხი, რამდენიც გინდა, ესეც ღარიბაშვილის კლასტერი იყო სხვათა შორის, მაგათაც მიადგებიან. და ვეტერანების ხარჯზე რო აქვს და სამხედრო ნაწილების დაშლიდან შემოსავლით რო აქვს აშენებული სახლი, კარი, ქონება, ის. აბა როგორ მდიდრდები. აი ეს არის ქართული ოცნება, დანაშაულებრივი, კლანური, ბინძური გაერთიანება, რომელიც თავის თავში, ამიტომ არ ჭირდებათ პატიოსანი, პროფესიონალი წესიერი, ამიტომ არ ახარებენ ისინი მათ რიგებში. აქ ერთი უდიდესი მთავარი პროფესია უნდა გქონდეს, ადამიანს ჩათალახობა უნდა გქონდეს, უნდა იყოს ჩამოყალიბებული ჩათალახი, აი როგორც არის, როგორც გაჩვენეთ წეხან. ეს არსება, ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული ტიპიური პოლიტიკური კახპა, როგორიც არის ნინო იაჯღარკავა, როგორიც არის დიტოია სამხარაძე, რომლებიც გუშინ და გუშინ წინ ღარიბაშვილის მზეს ფიცულობდნენ და დღეს ბიძინას ვინც უღალა და ყველა უნდა ჩაიჩექმოს და სული რო გაძრეს. აი ამას რო შეითვისებ. აი მე იქნები წარმატებული ადამიანი და წარმატებულ ადამიანს დაგიძახებენ საქართველოში. მე ერთი ის მახსენდება. ნუ კი კაცო, ბოკერია რო არის ასეთი მიტოს კაცშვილი არ შეხებია მშვენივრათა. და როდესაც იტყვიან ნაცი და ქოცი არ არსებობს, არანაირი ნაცი და ქოცი არ არსებობს, ერთი სისტემა, რომელიც ჯერ კიდე წითელი ინტელიგენციის და კომუნისტური პარტიიდან მოყოლებული თუ ვინმე ვირთხების ბუნაგი იყო, ეს იყო სხვათა შორის, ეს სისტემა იყო სხვათა შორის შევარდნაძის მოფიქრებული. რა თქმა უნდა, ამიტომ დაამხეს ზვიადი. ამ ხალხმა დაამღოს ზვიადი და დღემდე შევარდნაძეა. და რატო არის დღემდე შევარდნაძე? 60-იან წლებში, როდესაც მოეთრია შევარდნაძე ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრად და დაიწყო ამ ბინძური ნაგოის შეკრება, ის შევარდნაძე საფლავიდანაა მოსათხრე. და არ ეკუთვნის იმას ქართული მიწა. და დაიწყო შეკრება ამ გათახსირებული, ამ ბინძური ადამიანების როგორც პარტიაში, პარტიის გარეთ, ასევე სიმართლე გითხრათ,
ეკლესიაშიც შეპარული აგენტურა, რომელიც ყავდა უბინძურესი ხალხი, ეს ინტელიგენცია, მთელი ეს აგენტურა შეკრა შევარდნაძე. ჩამოაყალიბა შევარდნაძე, მე ცეკას მდივანი იყო. მთელი ეს ნაბუზვარი ხალხი ჭირდებოდა ვერბოვკისთვის. მე როდესაც მოჩილდა ცოტა ხნით საქართველოს, ეს თავისი კლანი აქ ყავდა. და როდესაც უთხრეს შევარდნაძე, შენ უნდა ჩახვიდე საქართველოში და საქართველოში პრობლემა არის მოსაგვარებელი ზვიადგამსახურდიას სახით. იმიტომ რომ ზვიადგამსახურდია არ არის ესეთი კლანური მმართველობის და ჩათლახობის და ბოზობის და პროჭობის პიროვნება. არის პიროვნება, რომელსაც უყვარს ქვეყანა, არის პატრიოტი და უნდა მისი ქვეყნისთვის ეს უნდა მოაშორო. იქ გაიღვიძა ზუსტად იმ ცხონებულ ზვიადს რო ევნებოდნენ, ყველასო კგბ-ს აგენტებს ეძახოდა, კგბ-ს აგენტები. ყველა კგბ-ს აგენტი იყო და რა უნდა ეთქო. მაშინ გაიღვიძა ამ ბინძურმა ძალამ. მაშინ გაიღვიძა კიტოვანის თამადობით, მის თამადობით, რა ქვია, იოსელიანის თამადობით, აი, სულ ყველა ის ნაგავი ვინც იყო კიდე ერთ, სიგუას თამადობით, ყველას თამადობით გაიღვიძა იმ წითელ ინტელიგენციაში, იმ კრიმინალურ ელემენტებში ჯაბას სახით, რომლებიც ყველა ვერბოვკაზე იყო წასული, გაიღვიძა ამ სიბინძურემ და გამოხედკა გარეთ და მოახდინეს ის რაც მოსახდენი იყო და დღემდე ეს ბინძური ადამიანები ჩვეულებრივად დამჯდარი არიან და კლანობრივი და შთამომავლობითი ნეპოტიზმით და შთამომავლობით იმით გადასცემენ ერთმანეთის თანამდებობას და არის ეს მართლობის ეს წესი, რომელიც შევარდნაძემ შექმნა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი მაგათი დამხმარე იყო და მაგათი გვერდში მდგომელი იყო. შევარდნაძის რეჟიმსაც აძლიერებდა იქ ვიდეო რო გამოაშკარავდა იქ. გაჭრილი ვაშლივით გავს ეს კაცი ბიძინას. იქ რო იყო შევარდნაძის კარზე რო იყო მისული. ასეთი გველისწილები გამოიზარდა მე ამ სისტემაში. ეს ხვინდრავები, ეს სააკოვები, ეს ჟვანიები, ესენი სულ ყველა და ამ ხალხის ხელშია ხალხო. ამ ხალხის ხელში არის ქვეყნის ბედი, ერის ბედი დღემდე. და შევარდნაძე ცოცხალია, არსად არ წასულა ერთ-ერთში. ვინმე შეისწავლეთ ივანიშვილის მმართველობა. ერთ-ერთში შევარდნაძეა. ასია. კი, წესი გეგმა ცოცხალია. ვისაც დაუძახებდა შვილოს. ვისაც დააწინაურებდა, ის ადამიანები ან იხვრიტებოდნენ, ან კვდებოდნენ, ან იჭირავდა. ასია ესეც. ყველა ეს ხალხი, რომელი ხალხიც ეხლა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ არის, ყველა თავის დროზე დაწყებული მარგველაშვილით, დაამთავრებული ღარიბაშვილით. აბსოლუტურად ყველა ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული საუკეთესო პროფესიონალი კადრები და პატრიოტი ადამიანები იყვნენ, რომლის ფასიც არავინ არ ყავდა და ყველა ბიძინა ივანიშვილმა, ყველა ნაგავი ბიძინა ივანიშვილმა აღზევა. იმიტომ რომ ამ კაცს არ შეუძლია ნორმალური მართვის სტილი. არ შეუძლია. ვერ წარმოუდგენია. ამათ ვერ წარმოუდგენიათ უკეთესი ცხოვრება, ამათ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანი, რომელიც არავის არ ენდობა, ადამიანს, რომელსაც რეალურად ერთი მეგობარი არ აყავს, ვისაც ენდობა. ადამიანი, რომელიც ყველაფერს ყიდულობს ფულით. პატივისცემას, ურთიერთობას, სახელს, ხლა გულის ამრევი იყო სიმართლე გითხრა, ამდენი ხალხი რომლებსაც ამდენი შვილმკვდარი მამები, შვილმკვდარი დედები, ამდენი გამწარებული ისინი, რომ ბიძინა ივანიშვილს ლოცავდნენ. ამაზე მეტი გულის ამრევი არაფერი არ იყო. შარაძის შვილი, რომელიც საკუთარი მამის ისტორიას ყვებოდა, თუ რა უბედურება გაუკეთეს მის მამას, რის გამო? სამშობლოს სიყვარულის გამო, იმანაც კი მადლობა გადაუხადა ივანიშვილს. როდესაც ივანიშვილის, ესე იგი, რა ქვია, პირადი ძაღლი ლეკვი გომელაური მამამისის მკვლელს ამუშავებდა თანამდებობაზე. პრეზიდენტის პერსონალი ჩემოძმაო შემოულაწუნე, მეტი არაფერი. ისედაც ბუტაფორიული არის ეგ სამსახური, არაფერს არ წარმოადგენს, არის აქ რაღაცეებში კი აქ ახლა შეწყალების უფლება და რაღაცები, აქ მაგრამ ისე დიდი ძირეული ცვლილებების მოხდენა მას არ შეუძლია.
მით უმეტეს თუ პრეზიდენტის პერსონალს იკავებს ისეთი ადამიანი, რომელსაც ფეხბურთისმეტი არაფერი არ უკეთებია მთელი ცხოვრება და საერთოდ პოლიტიკაში, გაგებაში არაა და ესე არაა და ისე არაა და რომელიც ჩეგევარა თავდადებული ახლა ეგ ამყავს კაცი, რომელიც პრეზიდენტი ისეა გასრული, გათახსირებული. აგის გვერდში ნორმალური ადამიანი არ დადგება. კაცი, რომელიც დიდგორობა დღეს წავიდა სულთანს იახლა. რა სისულელეს ველაპარაკებით, ხალბატონო, ახლა ერმილე გთხოვთ მიპასუხეთ ღარიბაშვილის იმდენი რა აქვს შეჭმული, რაც ყობახიძეს და მდინარაძეს და ნაცებს აქვს შეთქულებული, გთხოვ მიპასუხი აბაზო. მე არ დამჯდარ ვარ სიმართლე გითხრა და არ აღმირიცხია, რომელს რამდენი აქვს ნაცეცხლი და ნათქულები. მაგრამ ახლა ღარიბაშვილი რო კლანურობის სახე იყო და მაგანა მის მაგარემოც რომ ყველაფერი შეჭამეს და მე ნახდა არ ვიცი ახლა რომელს რამდენი აქვს ნაჭამი ძალიან მეეჭვება თქვენ ძალიან ეთყობა კარგი წარმოდგენა გაქვთ ძალიან კარგი წარმოდგენა გაქვთ ეთყობა ღარიბაშვილზე რომ ღარიბაშვილი უპატიოსნესი ადამიანია და არაფერი არ აქვს შეჭმული. რა ვიცი მე რა გითხრით ტყეებით დაწყებული დამთავრებული წილებით და იმით და იმით ყველგან თავის ცოლის ნათესაობა და თავის ნათესაობა ყავდა მომჯდარი და ყველგან კლანური სიტუაცია ჰქონდა ჩამოყალიბებული და რა ვიცი მე რა გითხრათ და ახლა ამ ფულის გათეთრებები და ამ რაღაცები რო იყო მომხდარი რამდენ რამეშია გარეული ყობახიძის პერსონა ხალხო თქვენ ადამიანების ცნობა ნუ თუ მართლა არიცით ვინა ყობახიძე საერთოდ ვინ იცოდა ვინმე 2012 წელსაც არ ჩანდა. მერე მოთრეული პერსონა არის. თვითონ ხელისუფლებაში იყო, მამა ოპოზიციაში ყავდა. ეს უბინძურესი ადამიანი არის, რომელიც ბინძური ხალხი უყვარს ივანიშვილს, როგორც შევარდნაძეს უყვარდა. ჩვეულებრივად სოროსიდან უთხრა ბიძინა უღალატებს სოროს იქნები ჩემთან, როცა დადგება საქმეზე. რასაც გაძლევდა სოროსი, იმაზე მეც მოგცემ, პლუს ხელისუფლებაში იქნები, ამაში იქნები და თავის გამზრდელ სოროს უღალატა. და დაჯდა ბიძინას გვერდით. აი ესეთი ნაბოზრებითაა დაკომპლექტებული. მე მიკვირს, როდესაც ხალხი იძახის, რომ აი ღმერთო დალოცე და რაღაცას ელოდებიან და რაღაცის იმედია. მე არ გამიკეთებია ხალბატონო ბუღალტერია რომელს რამდენი აქვს შეთქულებული მაგრამ საქართველოში გაჭირვებული ადამიანის ფული და ჯარისკაცის ფული და ვეტერანის ფული და ავადმყოფის ფული და 1000 ადამიანის ფული რო არის შეჭმული და დღეს რო ზღვაში წვეთი არის ისი ბინძურეები რომლებიც ნელ-ნელა ამოდის იმაზე რა ქვია ზედაპირზე და ძალიან ბევრ ამას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ იმიტომ რომ იქ უამრავი თავები არის დამარხული იგივე იმ ნარკოტრაფიკის შემოტანა იქნებოდა იგივე იმ ფულის გათეთრება იქნებოდა უამრავი რაღაც რაც საქართველოში ხდებოდა მაგას ჩვენ ვერასდროს ვერ გავიგებთ იმიტომ რომ ერთმანეთს არ გაწირავენ იმიტომ რომ გარეძალები არის ისეთები დაინტერესებული მაგ ყველაფერში მაშინ იძულებული არიან ის გარეძალებიც უნდა დაასახელონ უდიდესი სიბინძურეებია მოხდარი ამათ ახსოვთ ხალხი და ამათ უყვართ ხალხი რას მელაპარაკებით ხალხო როგორ შეიძლება ამათ წიაღში ერთი მეორეზე უკეთესი იყოს როგორ შეიძლება როდესაც ამბობენ რომ ესენი ჯობიან იმათ როგორ შეიძლება ამ სისტემაში იყოს. მე გეუბნებით, რომ ამ სისტემაში შეიძლება მხოლოდ იყოს უარესი. ნაც მოძრაობაზე უარესი შეიძლება მხოლოდ იყოს ქართული ოცნება. ქართული ოცნება, რომელიც რატო კიდევ ერთხელ აუხსნი კაცო. ერთადერთი რაც განასხვავებთ ახლა ამათ ხო არა აქვს ეს მწაბებლური მეთოდები ის იყო ხისტი ეკალი ესა სამაგიეროდ ესენი იმდენს ბედავენ და იმდენ ცუდ რაღაცას აკეთებენ ამას სააკაშვილიც ვერ გაბედავდა. სააკაშვილი ვერ გაბედავდა ამ LGBT პროპაგანდებს. სააკაშვილი ვერ გაბედავდა ამდენ იმას, რა ქვია, თუნდაც იქ ჩასვლას დიდგორობაზე ვერ არ გააკეთებდა კი არა, ვერ გაბედავდა. იქ ჩასვლას დიდგორობაზე და იმის საფლავის კოცნას ვერ გაბედავდა ამას. ვერ გაბედავდა ამ ნარკოკარტერებს, ვერ გაბედავდა. სხვა სისტემა ჰქონდა მართლობის. განსხვავებული და ხალხი სხვანაირად იყო გაბრაზებული და სააკაშვილის დროს უდიდესი პროტესტი იყო. აი ახლა გადახედეთ თქვენ რა პროტესტია? საერთოდ რა პროტესტია?
ესაა ჩვეულებრივი დაფინანსებული პროტესტი. საერთოდ მოკლეს გაანადგურეს ხალხში პროტესტი. გუშინ ვამბობდი, რომ აი ისეთ ქვეყანად იქცა საქართველოს, სადაც აი ნიკოლოზ ჟავალაძეს არ იდგომება ქვეყანაში და მიდის. არ უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება. ვის რას უშავებდა ეს ბიჭი? იყო წამყვანი, იყო ლაპარაკობდა, ტკიოდა თავის სატკივარი, თვლიდა რომ მისი ქვეყნის ესე რომ ვთქვათ, პრობლემების მოგვარება რუსეთში იყო და არ მალავდა ამას, ღიად ლაპარაკობდა, მიდიოდა, ჩადიოდა, ჩამოდიოდა. იმასაც კი აღარ ედგომება საქართველოში. და არ იყო ბიზნეს დედის მაგინებელი. კი, ქართული ოცნების ჩინოვნიკებს უამრავს ამხელდა და უამრავს ამბობდა, რომ პირდაპირ ეუბნება პიდარასტები ხართ, ჩათლახები ხართ, ესენი ხართ, მაგრამ არ იყო ისეთი რადიკალი. სიტყვაზე როგორც ვარ მე. ეს ვერ ეიტანა სისტემა. იმიტომ მაგათი ლეკვი უნდა იყო ბოლომდე. ბოლომდე უნდა იყო მაგათიან. აქ შენ მარტო ბიზნა აქო და დანარჩენ სხვაზე რაღაცა ცუდი თქვა, ეგრე არა. უნდა გამოსულიყო მაგალითად დღეს ღარიბაშვილის და უნდა ლელანძღა და ეგინებია და ეთახსირებია ღარიბაშვილი და ისინი და უნდა ეკო ახლანდელი სისტემა. ნუ არ გააკეთებდა კაცი ახლა ამას, ხო? არ გააკეთებდა კაცი ამას. პირობები არის ისეთი შექმნილი. თუ არ გააკეთებ ძმაო, თუ დაიწებეი და როგა. სადაც გინდა იქ წათი. შო. ახლა ხათუნა გუზეხელი დაიდევი და თქვენი პარტია არაა ოცნებისტი, თქვენი პარტიის რა ქვია დამფუძნებელი არ ამბობდა რომ ღარიბაშვილის ფასი არავინ არ ამყავსო და მომწონს ყველაფერიო რასაც აკეთებსო, კალაძე მომწონს რასაც აკეთებსო, გომელაური მომწონს რასაც აკეთებსო, ლილუაშვილი მომწონს რასაც აკეთებსო, არ ამბობდა? თუ არქივებს დავიწყდა ეს? არ იყო ასე? არ შეიძლება ასე, რომ მარტო ერთ ნაწილს დაადო თითი და მეორე ნაწილს არა. ყველა ვინც ამ სისტემაში არის, ყველა ამ სისტემის შექმნას შეიტანა წვლილი, ეს კორუფცია კიდე გამოაშკარავდება, კიდე ბევრი ბინძური ნიფხავი გამოვა გარეთ და მე გეუბნებით ხალხო, დაჯექით ამას და უყურეთ და ისიამოვნეთ როგორ ჭამენ ვირთხები ერთმანეთს. არსებობს ესეთი ჩინური გამოთქმა, სიბრძნე, დაჯექი მდინარის პირას და აუცილებლად მდინარე შენი მტრების გვამებს ჩამოიტანსო და მოდის ეს გვამები ნაცების მხრიდან და ქოცების მხრივაც და იმათ მხრივაც და ამათ მხრივაც და ეს ერთი უსამართლობა კიდე ხო არავის არც იმ ბიძინა ივანიშვილს არ შერჩებათ. არც იმ ბიძინა ივანიშვილს არ შერჩება. გამორიცხულია. გეუბნებით, ღმერთს ზემოდან იყურები. არაფერი რა აზრი უნდა მქონდეს. გეხვეწებით რა, მე ნუ დამიწყებთ აქ იმას რა ქვია. ეს როგორია, ის როგორია და ასეთია და ისეთია. აიღეთ პიროვნება, აიღეთ პიროვნების ბიოგრაფია. ყველას გეუბნებით რა, როდესაც მე მეკითხებით, ხო? აიღეთ პიროვნება, მე გამოვდივარ ცუდი ყველასთან და ყველა გამოდის კაი. ხო და გეუბნებით ერთ მარტივ ფორმულას. აიღეთ პიროვნება, შეისწავლეთ მისი ბიოგრაფია თუ გაინტერესებთ. დააკვირდით მის ბიოგრაფიის მანძილზე რა დროს საჭირდებოდა სამშობლოს სად იყო, სად არ იყო, რას აკეთებდა და რა გააკეთა მისი ბიოგრაფიით ქვეყნისთვის და ერისთვის კარგი და გადასარევი ობიექტური რეალობით შეხედეთ იმას, რა ქვია, პიროვნებას და მოგცემთ ფორმულა თუ როგორი პოლიტიკოსია და როგორი პატრიოტი არის ნებისმიერი ეს მე ვიქნები, სხვა იქნება თუ ის არ აქვს მნიშვნელობა. ხე ის რომ ვიღაცა კარგად ლაპარაკობს და ვიღაცამ რაღაცა დროს რაღაცა თქვა ეს არ არის გამოსავალი. კარგი შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, ესე არის სამწუხაროდ, საუბედუროდ ჩვენ ქვეყანას მართავს ეს დამპალი სისტემა, ამიტომ ამ დამპალ სისტემაში თუ ვინმე გაისურებით და გაეკარებით, თქვენც მიყვებით ნიკოლოზ კი ბატონო, ასე ხო ახლა ხათუნა მე მაგას არ ვამბობდი რომ საქართველოში რიგითი ადამიანის გაძლება შეუძლებელი გახდება. ვინც არ იქნება სისტემის წევრი, ყველა ადამიანის გაძლება გახდება შეუძლებელი. მათ შორის შენიც. არ უნდა აზროვნებდი, არ უნდა გაწუხებდი ესე ფიქრები და მაშინ იქნები შვიდად და წყარად.
რა თქმა უნდა. ეს არის ედვარდ ამბროსევიჩის სისტემა. ჩემი რჩევა იქნება, ნუ გაეკარებით ნურაფილს. ვაიმე, ქალბატონო, რუსეთში კი არა, დამიჯერეთ კიმ ჩენ ინის, ესა რა ქვია, ჩრდილო კორეა ჯობია ამ ყველაფერს. იქ რაღაცა წესები მაინცა. იქ წესებია. და დაწერილი წესებია, ის არ უნდა დაარღვიოთ, აქ დაწერილი წესები არა. აქ გეუბნებიან დღეს 100-ია საჭირო, ასე მოიქეცი, ხვალ 100-ია საჭირო, ასე მოიქეცი, ზეგისია საჭირო, ისე მოიქეცი. დღეს რო გადააფურთხე ხვალ ალოკე, დღეს რო იმასქენი, რა ქვია, ამასქენი და ყველაფერი არის ფულზე გადასული. ფულზეა. და საზოგადოება, რომელიც ფულზე იყიდება და საზოგადოებას, რომელსაც ფულის მეტი არაფერი არ აინტერესებს, იმას ის უკეთესს არ იმსახურებს. მე ერთხელ ვთქვი იმ ინგლისელი ოფიცრის მაგალითი. ინგლისელი ოფიცრის მაგალითი, რომელი მაგალითიც იყო არაბეთში. ჩავიდა, უნდა რა ხალხი იყო ის ხალხი გაეცნო, დაუძახა მწყემს და უთხრა, გაძლევ 1 ფუნტს და დიდი ფული იყო 1 ფუნტი და შენი ძაღლი მოკალი. ძაღლი იცავს, ერთგული მეგობარია და როგორ უნდა მოკლას, მაგრამ 1 ფუნტად ძაღლს კი არა 1 მას იყიდის, ადგება და წააგდებიებს ამ ძაღლს თავს. შენ მეორე ფუნტიო და გაატყავეო. მიცემს მეორე ფუნტს, გაატყავებს დაუფიქრებლად. შენ მესამე ფუნტიო და დაჭერიო ნაწილ-ნაწილო ეს ძაღლიო და დაჭრის. და უკვე თქმა აღარ ჭირდება, უკვე მეოთხე ფუნტი რო ელოდება მიცეს და რა გინდაო ახლა ეს დაჭრილიო ძაღლიო შევჭამოო? ეს არაბი ეუბნება და. არაო, აღარ მინდაო აწიო არაფერიო, მეო შენო 1 ფუნტი მოგეციო და შენი საუკეთესო მეგობარი მოგაკლევიეო. მეორე ფუნტი მოგეციო და შენი საუკეთესო მეგობარი გაგატყავებიეო, დაგაჭრევიეო და მეოთხე ფუნტზეო მზათა ხარო რომ შეჭამო და სანამ შენაირი ხალხი იქნება ამ ქვეყანაშიო, ჩემ ჯარსო და მეო არანაირი პრობლემა არ მემუქრებაო. ბიზნეს ფული იქნება თუ სოროსის ფული იქნება, ამაზე რო იქნება ხალხი ორიენტირებული არ იქნება იმას უკეთესი. ამიტომ ნორმალურმა ხალხმა არ გაერიოთ დაჯექით უყურეთ გვერდიდან ამ ყველაფერს. ჭამეთ და ბოლოში ერთი ვირთხა რო დარჩებით, მე იოლად წასაქცევი იქნებით, იმიტომ რომ ეს ბოზიშვილები ახლა რო დააკვირდეთ, ხო, ეს ნაცკოცი და მთელი ეს კოცების ანასკლეტები ყველა ერთად იყვნენ. ეხლა ნელ-ნელად ცალ-ცალკე დარჩებიან. მე უფრო მარტივად წასაქცევი იქნებით. ეგ არის. კარგად ბრძანდებოდეთ.